1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც გაგრა დაეცა, სადაზვერვო სამსახურის არქივებში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს იყო ანგარიში დათარიღებული ოქტომბრის 1 რიცხვით, ზუსტად 1 დღით ადრე, ვიდრე ქალაქი ჩავარდა. ანგარიში დეტალურად იყო აღწერილი მოწინააღმდეგის ძალების კონცენტრაცია, მათი რაოდენობა, შეიარაღება და თავდასხმის გეგმა. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ დოკუმენტზე არ იყო არანაირი ხელმოწერა, არანაირი ვიზა, არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ინფორმაცია ოდესმე მიაღწია იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა. ვინ დაბლოკა ეს ანგარიში? რატომ არ მიაღწია ის თბილისს? და რაც მთავარია, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ ეს ინფორმაცია დროულად ყოფილიყო გადაცემული. დღეს 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ იმ ჭეშმარიტების ამოხსნას, რომელიც 1992 წლის შემოდგომაზე დაიკარგა. ავთანდილ შოთასძე იოსელიანი იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა ყველაფერი. როგორც საქართველოს დაზვერვის უფროსი, მისი მაგიდაზე გადიოდა ყველა საიდუმლო ანგარიში, ყველა აგენტის მოხსენება, ყველა დაშიფრული შეტყობინება. მაგრამ ცოდნა და ძალაუფლება, ეს ორი განსხვავებული რამაა. შეიძლება იცოდე ყველაფერი, მაგრამ თუ შენ სიტყვას არავინ უსმენს, შენი ცოდნა იქცევა წყევლად. 1992 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, როდესაც აფხაზეთში ვითარება საათობით უარესდებოდა, იოსელიანი ყოველდღე აგზავნიდა ანგარიშებს თბილისში. მაგრამ თბილისში იმ დროს ქაოსი სუფევდა, ძველი საბჭოთა სისტემა ინგრეოდა, ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული და ყველა ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების მოპოვებას. ამ ქაოსში დაზვერვის ანგარიშები იკარგებოდა, იგნორირდებოდა, ან უბრალოდ არ აღწევდა იმ ადამიანებამდე, ვისაც შეეძლო რეალური გადაწყვეტილების მიღება. წარმოიდგინეთ, რომ ხართ დაზვერვის უფროსი და ხედავთ, როგორ მზადდება კატასტროფა. თქვენი აგენტები გიგზავნიან ინფორმაციას, რომ მოწინააღმდეგე აგროვებს ძალებს, რომ ემზადება დიდი თავდასხმისთვის, რომ გაგრა საფრთხეშია. თქვენ აგზავნით ანგარიშებს, წერთ მოხსენებებს, ურეკავთ ყველას, ვისაც შეუძლია რამე გააკეთოს. მაგრამ არავინ არ რეაგირებს. არა იმიტომ, რომ არ სჯერათ, არამედ იმიტომ, რომ ყველა დაკავებულია საკუთარი ძალაუფლების ბრძოლით. და შემდეგ მოდის ის დღე, როდესაც თქვენი ყველა შიში ხდება რეალობა. გაგრა ეცემა. ადამიანები კვდებიან. და თქვენ იცით, რომ ეს შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო. როგორ ცხოვრობ ამის შემდეგ? როგორ აგრძელებ სამსახურს სისტემაში, რომელმაც არ მოისმინა შენი გაფრთხილება? იოსელიანის ისტორია იწყება 1950-იან წლებში, თბილისში, ქალაქში, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო. ის დაიბადა 17 აგვისტოს 1950-იან წელს იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა სტალინის შემდგომ საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფერი იყო მკაცრად კონტროლირებული, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი იყო არასტაბილური. ეს იყო თაობა, რომელმაც ისწავლა ორ სინამდვილეში ცხოვრება, ოფიციალურ და რეალურში. ისინი ისწავლეს, როგორ ეთქვათ ერთი და ეფიქრათ სხვა, როგორ ეცხოვრათ სისტემაში, რომელსაც არ ენდობოდნენ, მაგრამ რომელშიც უნდა გადარჩენილიყვნენ. ეს უნარი, ორმაგი აზროვნება, ორმაგი ცხოვრება, მოგვიანებით გახდებოდა გადამწყვეტი იოსელიანის კარიერისთვის დაზვერვაში. მაგრამ ახალგაზრდა იოსელიანი არ ოცნებობდა დაზვერვის კარიერაზე. როგორც ბევრი მისი თანატოლი, ის ცდილობდა გაეგო, რა იყო მისი ადგილი იმ სამყაროში, რომელიც სწრაფად იცვლებოდა. ხრუშჩოვის დნობა, ბრეჟნევის სტაგნაცია, გორბაჩოვის პერესტროიკა, ყოველი ეს ეპოქა მოაქვს თავისი წესები, თავისი საფრთხეები, თავისი შესაძლებლობები. და იოსელიანი ისწავლა, როგორ ენავიგაცია ამ მუდმივად ცვალებად ლანდშაფტში. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ადაპტაცია, რომელსაც შეეძლო გადარჩენა, რომელსაც შეეძლო წარმატება იმ სისტემაში, სადაც ბევრი სხვა ჩავარდებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იოსელიანი უკვე იყო გამოცდილი ადამიანი, რომელმაც იცოდა როგორ მუშაობდა ძველი სისტემა. მაგრამ ახალი საქართველო, რომელიც იბადებოდა 1991-იან და 92-იან წლებში, იყო ქაოსი. ძველი სტრუქტურები იშლებოდა, ახალი ჯერ არ იყო შექმნილი. ყველა ცდილობდა ძალაუფლების მოპოვებას და ამ ბრძოლაში ყველა საშუალება იყო კარგი. სწორედ ამ ქაოსურ დროს 1992 წლის 1 ივლისს იოსელიანი დაინიშნა აფხაზეთის ინფორმაციისა და დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარედ. ეს იყო თანამდებობა, რომელიც მას აძლევდა წვდომას ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, მაგრამ ამავე დროს აკისრებდა უზარმაზარ პასუხისმგებლობას. რატომ სწორედ იოსელიანი? რა იყო მასში ისეთი, რაც აძლევდა მას ამ კრიტიკულ თანამდებობას ისეთ კრიტიკულ დროს? იქნებ ეს იყო მისი გამოცდილება საბჭოთა სისტემაში. იქნებ მისი უნარი ენავიგაცია რთულ პოლიტიკურ სიტუაციებში.
თუ იქნებ რაღაც სხვა კავშირები, ლოიალობა, საიდუმლო შეთანხმებები, რომლებზეც ჩვენ დღესაც არაფერი ვიცით. ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანი იყო ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ. მაგრამ ვის ენდობოდა და რატომ? ეს კითხვები დღესაც რჩება უპასუხოდ. 1992 წლის ზაფხული იყო კრიტიკული მომენტი საქართველოსთვის. ქვეყანა ახლახან მოიპოვებდა დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა მოდიოდა უზარმაზარ ფასად. ეკონომიკა იყო კოლაფსში, პოლიტიკური სისტემა იყო ქაოსში და რეგიონებში იწყებოდა სეპარატისტული მოძრაობები. აფხაზეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წერტილი. და სწორედ ამ მომენტში, 12 აგვისტოს 1992 წელს, იოსელიანი ჩავიდა სოხუმში პირველი ავიარეისით თბილისიდან. მისი მისია იყო მარტივი, მაგრამ საშინელი, ის უნდა ეცნობებინა ვლადისლავ არწინბას საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ჯარების შეყვანაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ ეს მომენტი. თქვენ ხართ დაზვერვის უფროსი და თქვენ უნდა გადასცეთ შეტყობინება, რომელიც შეიძლება გახდეს ომის დასაწყისი. როგორ ამზადებთ თავს ასეთი მისიისთვის? რას ფიქრობთ თვითმფრინავში, როდესაც მიფრინავთ სოხუმისკენ? იცით, რომ თქვენი სიტყვები შეიძლება შეცვალოს ისტორია, შეიძლება გახდეს მიზეზი ათასობით ადამიანის სიკვდილისა. როგორ ცხოვრობ ამის გაცნობიერებით? იოსელიანი იცოდა, რა მოჰყვებოდა ამ შეტყობინებას. ის იცოდა, რომ ეს იყო წერტილი, საიდანაც უკან გზა აღარ იყო. მაგრამ ის იყო ჯარისკაცი, ის იყო დაზვერვის ოფიცერი და მისი მოვალეობა იყო ბრძანებების შესრულება, არა მათი დაკითხვა. მაგრამ რა ხდებოდა იოსელიანის გონებაში იმ დღეებში? რას ფიქრობდა ის, როდესაც ხედავდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები? მისი დაზვერვის სამსახური აგროვებდა ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იყო შემაშფოთებელი. მოწინააღმდეგე ემზადდებოდა, აგროვებდა ძალებს, ემზადებოდა დიდი თავდასხმისთვის. მაგრამ თბილისში არავინ არ რეაგირებდა. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები იყვნენ ძალიან დაკავებული საკუთარი ძალაუფლების ბრძოლით. იქნებ იმიტომ, რომ ისინი არ სჯეროდათ, რომ საფრთხე იყო ისეთი სერიოზული. თუ იქნებ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. პირველად 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იოსელიანის პირად უსაფრთხოებაზე, თანახმა გახდა ესაუბრა კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს იმ უკანასკნელი კვირების შესახებ, რომლებიც წინ უძღოდა გაგრის დაცემას, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან დაწყებული იოსელიანსა და მის უახლოეს თანამშრომლებს შორის სასოწარკვეთილ გეგმებამდე, რომლებიც არასოდეს განხორციელდა იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც დაგიჭერთ სუნთქვას. ის გვიამბობს, როგორ იოსელიანი ყოველ საღამოს იკრიბებოდა თავის უახლოეს თანამშრომლებთან და ცდილობდა გაეგო, რატომ არავინ არ უსმენდა მის გაფრთხილებებს. როგორ ის აგზავნიდა ანგარიშის მიყოლებით, მაგრამ თბილისიდან მხოლოდ დუმილი ბრუნდებოდა. როგორ ის ხედავდა, როგორ მზადდებოდა კატასტროფა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა მის თავიდან აცილებას. ეს ადამიანი გვიამბობს, რომ იოსელიანი იცოდა ყველაფერი. ის იცოდა, რომ მოწინააღმდეგე აგროვებდა ძალებს გაგრის მიმართულებით. ის იცოდა, რომ ემზადებოდა დიდი თავდასხმა. ის იცოდა, რომ ქართული ძალები არ იყვნენ მზად ამ თავდასხმის მოსაგერიებლად. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ მისი ხმა იყო ხმა უდაბნოში. არავინ არ უსმენდა. არავინ არ რეაგირებდა. და ეს იყო ყველაზე საშინელი, არა უცოდინრობა, არამედ იგნორირება. როდესაც იცი, რომ კატასტროფა მოდის, მაგრამ ვერაფერს ახერხებ მის შესაჩერებლად, რადგან არავინ არ გისმენს. მაგრამ რატომ არავინ არ უსმენდა იოსელიანს? ეს არის კითხვა, რომელიც დღესაც აწუხებს ისტორიკოსებს. იყო თუ არა ეს უბრალოდ ქაოსის შედეგი, თუ იყო რაღაც უფრო ბნელი? იქნებ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ გაგრა დაეცა. იქნებ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ, რომ კონფლიქტი გაგრძელებულიყო, რადგან ეს აძლევდა მათ ძალაუფლებას. ეს არის თეორიები, რომლებიც არსებობს, მაგრამ არავინ არ იცის ჭეშმარიტება. ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანის გაფრთხილებები იგნორირდა და შედეგი იყო კატასტროფა. იოსელიანის პირადი მცველი გვიამბობს, რომ იმ დღეებში, რომლებიც წინ უძღოდა გაგრის დაცემას, იოსელიანი თითქმის არ სწინავდა. ის მუშაობდა 24 საათი დღეში, ცდილობდა მოეპოვებინა ყველა შესაძლო ინფორმაცია, ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მოწინააღმდეგის მხარეს. მაგრამ რაც მეტ ინფორმაციას იღებდა, მით უფრო სასოწარკვეთილი ხდებოდა. რადგან ის ხედავდა, რომ მოწინააღმდეგე იყო უკეთ ორგანიზებული, უკეთ შეიარაღებული, უკეთ მომზადებული.
და ის ასევე ხედავდა, რომ ქართული ძალები არ იყვნენ მზად. ისინი იყვნენ დაფანტული, დეზორგანიზებული და ყველაზე მთავარი, ისინი არ იყვნენ გაერთიანებული ერთი ბრძანების ქვეშ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ დროს. საქართველოში არ იყო ერთიანი სამხედრო სტრუქტურა. იყო სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ემორჩილებოდნენ სხვადასხვა ლიდერებს. იყო მხედრიონი ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით, იყო თეთრი არწივი გივი კარკარაშვილის ხელმძღვანელობით და იყო სხვა ჯგუფები. ყველა ეს ჯგუფი ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების მოპოვებას და ამ ბრძოლაში ისინი ხშირად ერთმანეთს ებრძოდნენ, ვიდრე საერთო მტერს. ეს იყო რეცეპტი კატასტროფისთვის და იოსელიანი ამას ხედავდა. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინა? ის იყო დაზვერვის უფროსი, არა სამხედრო მეთაური. მისი მოვალეობა იყო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, არა სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ინფორმაცია, რომელსაც აგროვებ, იგნორირდება, როდესაც ხედავ, რომ კატასტროფა მოდის და ვერაფერს ახერხებ მის შესაჩერებლად, რას აკეთებ? აგრძელებ თავისი მოვალეობის შესრულებას იმედით, რომ ვინმე საბოლოოდ მოისმენს. თუ ცდილობ რაღაც სხვას, რაღაც მეტს, რაც შეიძლება გადააცდეს შენს უფლებამოსილებას. ერთი კვირით ადრე, ვიდრე გაგრა დაეცემოდა, იოსელიანს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩნდა არც ერთ ოფიციალურ ოქმში. უცხოელი ემისარი ჩამოფრინდა ღამით, გაატარა 1 საათი საპრეზიდენტო ოფისში და გაფრინდა ისე, რომ არავის მიესალმა. მოწმეები ამბობენ, რომ ამ საუბრის შემდეგ იოსელიანი გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, კგბ-ს აგენტი, CIA-ს მაცნე, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? ეს შეხვედრა რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ იმ პერიოდის, მაგრამ ის, რაც მოხდა მის შემდეგ, საუბრობს თავისთავად. ამ საიდუმლო შეხვედრის შემდეგ იოსელიანის ქცევა შეიცვალა. ის გახდა უფრო დახურული, უფრო ფრთხილი. მისი უახლოესი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის თითქოს იცოდა, რომ რაღაც საშინელი მოდიოდა, მაგრამ არ შეეძლო ამის თქმა. იქნებ მას ეთქვა რაღაც, რაც არ შეეძლო გაეზიარებინა. იქნებ მას მიეცა გაფრთხილება, რომელიც იყო ძალიან საშინელი, რომ ხმამაღლა წარმოთქმულიყო? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ იოსელიანი დაიწყო მომზადება ყველაზე უარესისთვის. ის დაიწყო თავისი უახლოესი თანამშრომლების ევაკუაციის გეგმების შედგენა. ის დაიწყო საიდუმლო არქივების დამალვა. ის დაიწყო იმის უზრუნველყოფა, რომ თუ ყველაფერი ჩავარდებოდა, მაინც დარჩებოდა რაღაც დოკუმენტი, რაღაც მტკიცებულება, რაღაც, რაც მოგვიანებით შეძლებდა ჭეშმარიტების ამოხსნას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ დრო იყო ძალიან მცირე. მოწინააღმდეგე მზადდებოდა და თავდასხმა იყო გარდაუვალი. 2 ოქტომბერს 1992 წელს გაგრა გათავისუფლდა. ქართული ქვედანაყოფები, მათ შორის მხედრიონი ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით და თეთრი არწივი გივი კარკარაშვილის ხელმძღვანელობით განადგურდნენ. ეს იყო კატასტროფა, რომელიც იოსელიანი ხედავდა მომავალში, მაგრამ ვერ შეძლო მისი თავიდან აცილება. 6 ოქტომბრის მიხედვით, მთელი ჩრდილო-დასავლეთი აფხაზეთი გათავისუფლდა რუსეთთან საზღვრამდე. ეს იყო სრული და სასტიკი დამარცხება. როგორ განიცადა იოსელიანმა ეს მომენტი? როგორ იგრძნო ის, როდესაც მოისმინა ამბავი გაგრის დაცემის შესახებ? მისი პირადი მცველი გვიამბობს, რომ იოსელიანი იჯდა თავის ოფისში, უყურებდა რუკას კედელზე და უბრალოდ დუმდა. ის არ ტიროდა, არ ყვიროდა, არ აფეთქდა რისხვით. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა რუკას, სადაც წითელი ხაზები აჩვენებდა მოწინააღმდეგის წინსვლას. და შემდეგ, რამდენიმე საათის შემდეგ ის წამოდგა, გამოვიდა ოფისიდან და განაგრძო მუშაობა. რადგან ის იყო ჯარისკაცი და ჯარისკაცები არ ტოვებენ თავიანთ პოზიციებს, როგორც არ უნდა იყოს რთული. მაგრამ რა ხდებოდა იოსელიანის გონებაში იმ დღეებში? რას ფიქრობდა ის, როდესაც ხედავდა, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა? იქნებ ის ფიქრობდა იმ ანგარიშებზე, რომლებიც მან გაგზავნა და რომლებიც იგნორირდა. იქნებ ის ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ, რადგან არავინ არ მოისმინა მისი გაფრთხილება. იქნებ ის ფიქრობდა იმ საიდუმლო შეხვედრაზე, იმ უცხოელ ემისარზე, რომელმაც რაღაც უთხრა, რაც შეცვალა ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობდა იოსელიანი იმ დღეებში. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ის არ დანებდა. 3 დეკემბერს 1992 წელს ის გადაიყვანეს აფხაზეთის ინფორმაციისა და დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. ეს იყო დაქვეითება?
თუ ეს იყო გზა, რომ დაეცვა ის პოლიტიკური შედეგებისგან. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანი განაგრძო მუშაობა, განაგრძო ბრძოლა, განაგრძო ცდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც სწორი იყო. და აქ ჩნდება კითხვა, რომელიც დღესაც აწუხებს ისტორიკოსებს და ანალიტიკოსებს. იყო თუ არა გაგრის დაცემა გარდაუვალი? იქნებ შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება, რომ იოსელიანის გაფრთხილებები მოსმენილი ყოფილიყო? იქნებ შეიძლებოდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, რომ პოლიტიკოსები ნაკლებ დროს უთმობდნენ ძალაუფლების ბრძოლას და მეც ქვეყნის დაცვას. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ საბოლოო პასუხებს. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ გაგრის დაცემა იყო გარდამტეხი მომენტი საქართველოს ისტორიაში, მომენტი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. იოსელიანის ისტორია არ მთავრდება გაგრის დაცემით. ის განაგრძო მუშაობა დაზვერვაში და მოგვიანებით 17 ოქტომბერს 1983 წელს ის დაინიშნა საქართველოს უსაფრთხოების სამინისტროს პირველ მოადგილედ. ეს იყო დაბრუნება, აღიარება მისი გამოცდილებისა და უნარების. მაგრამ ის ასევე იყო ტვირთი იმ ცოდნისა, რომ ის იცოდა, რა შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, მაგრამ არ იყო. და აქ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, როგორ ცხოვრობს ადამიანი ამ ცოდნით. როგორ აგრძელებს ის სამსახურს, როდესაც იცის, რომ სისტემა, რომელშიც მუშაობს, ჩაიშალა იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. როგორ ინარჩუნებს ის რწმენას, როდესაც ხედავს, რომ მისი გაფრთხილებები იგნორირდა და შედეგი იყო კატასტროფა. ეს არის კითხვები, რომლებზეც მხოლოდ იოსელიანს შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ის წავიდა ამ პასუხების გარეშე. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს იოსელიანის პირადი დაცვის ყოფილი ოფიცერი, ხელები 25 წლის შემდეგაც კი უცბად უკრთება. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უსაფრთხოების შიდა წრიდან პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. ეს ადამიანი გვიამბობს, რომ იოსელიანი არ იყო უბრალოდ დაზვერვის უფროსი, ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა წონასწორობა ქაოსურ სამყაროში, სადაც ყველა წესი იშლებოდა. მაგრამ როდესაც წესები ინგრევა, როდესაც სისტემა კოლაფსშია, როდესაც ყველა ებრძვის ყველას, რას ნიშნავს ლოიალობა? ვის ემსახურების, სახელმწიფოს, რომელიც ინგრევა, თუ იდეას, რომელიც შეიძლება უკვე მკვდარია? ეს ყოფილი ოფიცერი გვიყვება ისტორიას, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ის გვიამბობს, როგორ იოსელიანი ყოველ საღამოს იკრიბებოდა თავის უახლოეს 5 თანამშრომელთან საიდუმლო ბუნკერში, რომელიც მდებარეობდა თბილისის ცენტრში, ძველი საბჭოთა შენობის ქვეშ. ამ შეხვედრებზე ისინი არ საუბრობდნენ ოფიციალურ ანგარიშებზე, ისინი საუბრობდნენ რეალობაზე, რომელიც იყო ბევრად უფრო საშინელი, ვიდრე რაიმე ოფიციალური დოკუმენტი აღიარებდა. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ქვეყანა იყო გზაგასაყარზე, რომ სამხედრო ძალები იყვნენ დაფანტულები და დეზორგანიზებულები, რომ პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ძალიან დაკავებულები ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ყურადღება მიექციათ რეალურ საფრთხეებზე. და ყველაზე მთავარი, ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ მოწინააღმდეგე იყო ბევრად უფრო ძლიერი და ორგანიზებული, ვიდრე ვინმე აღიარებდა. მაგრამ რატომ ინახავდა იოსელიანი ამ შეხვედრებს საიდუმლოდ? რატომ არ საუბრობდა ის ღიად იმაზე, რასაც ხედავდა? ყოფილი ოფიცერი გვიხსნის, რადგან იოსელიანი იცოდა, რომ თუ ის ღიად ეტყოდა ჭეშმარიტებას, ის დაკარგავდა თავის თანამდებობას. იმ დროს, ვინც ამბობდა არასასიამოვნო ჭეშმარიტებას, ითვლებოდა პესიმისტად, დამარცხებულად, თუნდაც მოღალატედ. პოლიტიკური ლიდერები არ სურდათ ესმოდათ, რომ ისინი კარგავდნენ, ისინი სურდათ ესმოდათ, რომ ისინი იგებდნენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, რომ გამარჯვება იყო გარდაუვალი. და ვინც ამბობდა სხვაგვარად, ის ხდებოდა პრობლემა, რომელიც უნდა აღმოფხრილიყო. ასე რომ იოსელიანი ისწავლა ორ დონეზე მუშაობა. ოფიციალურად ის აგზავნიდა ანგარიშებს, რომლებიც იყო საკმარისად ოპტიმისტური, რომ არ გამოეწვია პოლიტიკური რეაქცია. მაგრამ არაოფიციალურად თავის უახლოეს წრეში, ის საუბრობდა ჭეშმარიტებაზე. ის ამზადებდა თავის ადამიანებს ყველაზე უარესისთვის. ის ქმნიდა საიდუმლო გეგმებს, რომლებიც არასოდეს გამოჩნდებოდა ოფიციალურ დოკუმენტებში. და ის ელოდა იმ მომენტს, როდესაც ყველაფერი ჩამოიშლებოდა, როდესაც ყველა მისი შიშები გახდებოდა რეალობა. ყოფილი ოფიცერი გვიამბობს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მოხდა სექტემბრის ბოლოს, 1992 წელს, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე გაგრა დაეცემოდა. იოსელიანმა მიიღო ანგარიში თავისი აგენტისგან, რომელიც იყო მოწინააღმდეგის მხარეს. ეს აგენტი აცნობებდა, რომ მოწინააღმდეგე ამთავრებდა მომზადებას დიდი თავდასხმისთვის გაგრაზე.
ანგარიშში იყო დეტალები, რამდენი ჯარისკაცი, რა შეიარაღება, რა იყო თავდასხმის გეგმა, როდის იყო დაგეგმილი თავდასხმის დაწყება. ეს იყო ზუსტი, დეტალური, სანდო ინფორმაცია. იოსელიანმა დაუყოვნებლივ გააგზავნა ეს ანგარიში თბილისში, პირდაპირ უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მაგრამ რა მოხდა? არაფერი. არანაირი რეაქცია. არანაირი ბრძანება. არანაირი მობილიზაცია. იოსელიანი ელოდა ერთ დღეს, ორ დღეს, სამ დღეს. მაგრამ თბილისიდან მხოლოდ დუმილი ბრუნდებოდა. და შემდეგ მეოთხე დღეს მოვიდა თავდასხმა, ზუსტად ისე, როგორც მისმა აგენტმა აცნობა, ზუსტად იმ დროს, ზუსტად იმ ადგილას, ზუსტად იმ ძალებით. და ქართული ქვედანაყოფები, რომლებიც არ იყვნენ მომზადებულები, რომლებიც არ იყვნენ გაფრთხილებულები, რომლებიც არ იყვნენ გაძლიერებულები, განადგურდნენ. ყოფილი ოფიცერი გვიამბობს, რომ როდესაც მოვიდა ამბავი გაგრის დაცემის შესახებ, იოსელიანი იჯდა თავის ოფისში და უჭირავდა ხელში ის ანგარიში, რომელიც მან გაგზავნა 4 დღით ადრე. ის უბრალოდ უჭირავდა ხელში ეს ქაღალდი და უყურებდა მას. და შემდეგ ძალიან ნელა, ძალიან ფრთხილად მან დაკეცა ეს ანგარიში და ჩადო თავის უსაფრთხო ყუთში. ის არაფერი თქვა. ის არ გამოხატა რისხვას, არ გამოხატა იმედგაცრუებას, არ გამოხატა ტკივილს. ის უბრალოდ ჩადო ეს დოკუმენტი და განაგრძო მუშაობა. რადგან რა სხვა შეეძლო გაიკეთებინა. მაგრამ ამ ყოფილმა ოფიცერმა ნახა რაღაც იოსელიანის თვალებში იმ მომენტში, რაღაც, რაც მას არასოდეს დაუიწყდება. ის ამბობს, რომ ეს იყო შეხედულება ადამიანისა, რომელმაც დაკარგა რწმენა. არ რწმენა საკუთარ უნარებში, არ რწმენა საკუთარ ადამიანებში, არამედ რწმენა სისტემაში, რომელშიც ის მუშაობდა. ეს იყო შეხედულება ადამიანისა, რომელმაც მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენადაც კარგად აკეთებდა თავის საქმეს, მიუხედავად იმისა, რამდენად ზუსტი იყო მისი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რამდენად დროულად აცნობებდა ის საფრთხეებს, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა, თუ სისტემა, რომელშიც ის მუშაობდა, არ მუშაობდა. და აქ ჩნდება კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს, რატომ არ მუშაობდა სისტემა? რატომ იგნორირდებოდა იოსელიანის ანგარიშები? იყო თუ არა ეს უბრალოდ ქაოსის, დეზორგანიზაციის, უკომპეტენტურობის შედეგი? თუ იყო რაღაც უფრო ბნელი, განზრახული იგნორირება, განზრახული საბოტაჟი, განზრახული სურვილი, რომ კონფლიქტი გაგრძელებულიყო? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ დღესაც არ გვაქვს პასუხები. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანის გაფრთხილებები იგნორირდა და შედეგი იყო კატასტროფა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა ხდებოდა, როდესაც იოსელიანს თავის ტკივილი ჰქონდა? პირადი ექიმი საიდუმლოდ იწვევდნენ სახლში. არანაირი დიაგნოზი არ აღწევდა ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის არქივები ინახავს სიას მედიკამენტებით, რომლებიც შეკვეთილი იყო იოსელიანისთვის. ეს სია ავლენს დაავადებას, რომელიც იოსელიანმა დამალა საქართველოს ხალხისგან ათწლეულების განმავლობაში. ამ დოკუმენტურ ფილმში თქვენ დაინახავთ სამედიცინო მტკიცებულებებს, რომლებიც ცვლის ყველაფერს, რასაც იცოდით იოსელიანის ბოლო წლების შესახებ. ეს არის ისტორია არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო კრიზისის შესახებ, არამედ პირადი კრიზისის შესახებ, ადამიანის შესახებ, რომელიც ებრძოდა არა მხოლოდ გარე მტრებს, არამედ საკუთარ სხეულსაც. იოსელიანის პირადი ექიმის ყოფილი ასისტენტი, რომელიც დღეს პირველად ლაპარაკობს, გვიამბობს, რომ იოსელიანი იტანჯებოდა ქრონიკული მიგრენით, რომელიც იწყებოდა ჯერ კიდევ 1991 წლებში. ეს არ იყო უბრალოდ თავის ტკივილი, ეს იყო დამამშვიდებელი, დამთრგუნველი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. მაგრამ იოსელიანი არასოდეს აჩვენებდა ამ ტკივილს. ის განაგრძობდა მუშაობას, განაგრძობდა შეხვედრებს, განაგრძობდა ანგარიშების წერას, თითქოს არაფერი ხდებოდა. მხოლოდ მისი უახლოესი წრე იცოდა, რამდენად ის იტანჯებოდა. მაგრამ რატომ მალავდა იოსელიანი ამ დაავადებას? ასისტენტი გვიხსნის, რადგან იმ დროს სისუსტის ნებისმიერი ნიშანი შეიძლებოდა გამოყენებულიყო შენს წინააღმდეგ. თუ შენი მტრებით და იოსელიანს ჰყავდა ბევრი მტერი, შეიტყობდნენ, რომ შენ იყავი ავად, ისინი გამოიყენებდნენ ამას, რომ დაეძალათ შენი გადადგომა, შენი ჩანაცვლება, შენი აღმოფხვრა. ასე რომ იოსელიანი ინახავდა თავის დაავადებას საიდუმლოდ, ინახავდა თავის ტკივილს საიდუმლოდ და განაგრძობდა მუშაობას, თითქოს ის იყო სრულიად ჯანმრთელი. მაგრამ ეს საიდუმლოება მოდიოდა ფასად. ასისტენტი გვიამბობს, რომ მიგრენის შეტევების დროს იოსელიანი იყო იძულებული მიიღოს ძლიერი ტკივილგამოყუჩებლები, რომლებიც აფერხებდნენ მის აზროვნებას, აფერხებდნენ მის რეაქციას, აფერხებდნენ მის უნარს, სწრაფად მიეღო გადაწყვეტილებები. და ეს იყო საშინელი დილემა, თუ ის არ იღებდა მედიკამენტებს, ტკივილი იყო ისეთი ძლიერი, რომ ის ვერ შეეძლო საერთოდ მუშაობა.
მაგრამ თუ ის იღებდა მედიკამენტებს, მისი გონება იყო ბუნდოვანი და ის ვერ შეეძლო ისე ეფექტურად მუშაობა, როგორც სჭირდებოდა. და აქ ჩნდება შემაშფოთებელი კითხვა, იყო თუ არა იოსელიანი მიგრენის შეტევის დროს, როდესაც მოვიდა ის კრიტიკული ანგარიში გაგრაზე და გეგმილი თავდასხმის შესახებ. იყო თუ არა ის იმ მდგომარეობაში, რომ სრულად გაიაზრებინა ამ ინფორმაციის მნიშვნელობა. იყო თუ არა ის იმ მდგომარეობაში, რომ ეფექტურად ებრძოლა იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მიეღწია სწორ ადამიანებამდე. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანი იყო ავად ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა შეუძლებელი, ხელმძღვანელობა გაეწია დაზვერვის სამსახურისთვის კრიზისის დროს, მაშინ როდესაც მისი საკუთარი სხეული ებრძოდა მას. ასისტენტი გვიამბობს კიდევ ერთ შემაშფოთებელ დეტალს. ის ამბობს, რომ იოსელიანის მიგრენის შეტევები ხდებოდა უფრო ხშირი და უფრო ძლიერი სტრესის დროს. და 1992 წლის ზაფხული და შემოდგომა იყო ყველაზე სტრესული პერიოდი იოსელიანის მთელ კარიერაში. ის ხედავდა, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, ის ხედავდა, როგორ მოდიოდა კატასტროფა, ის ცდილობდა გააფრთხილებინა ყველა, მაგრამ არავინ არ უსმენდა. ეს სტრესი იყო დამთრგუნველი და ის ვლინდებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობაში. მიგრენის შეტევები ხდებოდა თითქმის ყოველდღიური და იოსელიანი იყო იძულებული მუშაობა მუდმივ ტკივილში, მუდმივ დისკომფორტში, მუდმივ ბრძოლაში საკუთარ სხეულთან. მაგრამ რატომ არ ეძებდა იოსელიანი უფრო ეფექტურ მკურნალობას? რატომ არ მიდიოდა ის უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებთან? ასისტენტი გვიხსნის, რადგან ნებისმიერი ვიზიტი სპეციალისტთან, ნებისმიერი ჩანაწერი სამედიცინო დოკუმენტაციაში, ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ ის იყო ავად, შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. ასე რომ იოსელიანი ირჩევდა იტანჯებოდა დუმილში, ვიდრე რისკავდა თავის კარიერას, თავის პოზიციას, თავის უნარს, განეგრძო ბრძოლა იმისთვის, რისიც ის სჯეროდა. და აქ ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, არა მხოლოდ პოლიტიკურ ტრაგედიას, არა მხოლოდ სამხედრო ტრაგედიას, არამედ პირად ტრაგედიას. ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი, რომელიც ცდილობდა გააფრთხილებინა ყველა, რომელიც ებრძოდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა კატასტროფა, ამავე დროს ებრძოდა საკუთარ სხეულს, საკუთარ ტკივილს, საკუთარ სისუსტეს. და ის ებრძოდა ამ ორივე ბრძოლას დუმილში, საიდუმლოდ მარტო. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ისტორია, რომ იოსელიანს ჰქონოდა მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდებოდა? რამდენად განსხვავებული იქნებოდა ისტორია, რომ სისტემა, რომელშიც ის მუშაობდა, ფასდებოდა მისი ჯანმრთელობა ისევე, როგორც მისი ინფორმაცია. ცოტა ადამიანი იცის, რომ უზენაესი ამხანაგი, რომელიც საჯაროდ იყო მტკიცე ათეისტი, კანკალებდა წყევლებისა და წინასწარმეტყველებების წინაშე. იოსელიანის პირად არქივებში აღმოჩნდა ჩანაწერი საიდუმლო ვიზიტის შესახებ ერთ ხანდაზმულ ქალთან, რომელიც ცხოვრობდა მთებში, მხოლოდ 1 წლით ადრე, ვიდრე გაგრა დაეცემოდა. რა უთხრა ამ ქალმა იოსელიანს? რატომ დაიწყო იოსელიანმა უეცრად თავისი უახლოესი თანამშრომლების შეცვლა ამ ვიზიტის შემდეგ? დღეს ჩვენ ვავლენთ რეჟიმის მისტიკურ და პარანოიულ სახეს, რომელიც დამალული იყო ოფიციალური იდეოლოგიის მიღმა. იოსელიანის ყოფილი მძღოლი, რომელიც თან ახლდა მას იმ ვიზიტზე, გვიამბობს, რომ ეს მოხდა 1991 წელს, გაზაფხულზე. იოსელიანმა უეცრად უბრძანა მას, რომ წაიყვანა მთებში, კონკრეტულ სოფელში, რომელიც მდებარეობდა საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. მძღოლი არ იცოდა, რატომ მიდიოდნენ იქ და იოსელიანი არაფერს უხსნიდა. ისინი მიდიოდნენ დუმილში, მთის გზებზე, რომლებიც იყო ვიწრო და საშიში. და როდესაც ისინი მივიდნენ იმ სოფელში, იოსელიანმა უბრძანა მძღოლს, რომ დაელოდა მანქანაში და თვითონ შევიდა ერთ პატარა სახლში, სადაც ცხოვრობდა ხანდაზმული ქალი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებდნენ მხედველს. მძღოლი გვიამბობს, რომ იოსელიანი იყო იმ სახლში დაახლოებით 1 საათი. და როდესაც ის გამოვიდა, მისი სახე იყო თეთრი, თითქოს ის ნახა მოჩვენება. ის არაფერი თქვა მძღოლისთვის, უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და უბრძანა, რომ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. მთელი გზა უკან იოსელიანი იჯდა დუმილში, უყურებდა ფანჯარას და მძღოლს ეჩვენებოდა, რომ ის იყო ღრმა ფიქრებში ჩაფლული, თითქოს ცდილობდა გაეგო რაღაც, რაც მას ეთქვა იმ სახლში. მაგრამ რა უთხრა იმ ხანდაზმულმა ქალმა იოსელიანს? მძღოლი არ იცის, რადგან ის არ იყო იმ საუბრის დროს. მაგრამ ის, რაც მოხდა შემდეგ, საუბრობს თავისთავად. რამდენიმე დღის შემდეგ იოსელიანმა დაიწყო თავისი უახლოესი თანამშრომლების შეცვლა. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან წლების განმავლობაში, უეცრად გადაიყვანეს სხვა თანამდებობებზე. ახალი ადამიანები მოვიდნენ მათ ადგილზე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ უფრო ახალგაზრდები, უფრო ენერგიული, მაგრამ ასევე უფრო ლოიალური იოსელიანის მიმართ. ეს იყო თითქოს იოსელიანი ამზადებდა თავის გუნდს რაღაცისთვის, რაღაც დიდისთვის, რაღაც საშინელისთვის, რაღაც, რაც მოდიოდა.
იოსელიანის ყოფილი თანაშემწე, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც გადაიყვანეს, გვიამბობს, რომ ის არასოდეს გაიგო, რატომ მოხდა ეს. ის ფიქრობდა, რომ იოსელიანი ენდობოდა მას, რომ ისინი იყვნენ მეგობრები, რომ ისინი ერთად გაიარეს ბევრი რთული დრო. მაგრამ უეცრად ყოველგვარი ახსნის გარეშე ის გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე, რომელიც იყო ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი. და როდესაც ის ცდილობდა ესაუბრა იოსელიანს, ესაუბრა მას და გაეგო, რატომ მოხდა ეს, იოსელიანი უბრალოდ ამბობდა, რომ ეს იყო საჭირო, რომ ეს იყო უკეთესი ყველასთვის, რომ ის არ უნდა ეკითხა კითხვები. მაგრამ რა იყო ის, რაც ხანდაზმულმა ქალმა უთხრა იოსელიანს, რამაც გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილებები? ადგილობრივი ლეგენდები ამბობენ, რომ ეს ქალი იყო ცნობილი თავისი უნარით, ხედავდა მომავალს, ხედავდა საფრთხეებს, რომლებიც მოდიოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ყოველთვის იცოდა, როდის მოდიოდა ომი, როდის მოდიოდა შიმშილი, როდის მოდიოდა სიკვდილი. და ისინი ამბობენ, რომ როდესაც იოსელიანი მივიდა მასთან, ქალმა უთხრა მას რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი, რაღაც ისეთი საშინელი, ისეთი შემაშფოთებელი, რომ იოსელიანმა გადაწყვიტა, რომ უნდა მოემზადებინა ყველაზე უარესისთვის. ზოგიერთი ამბობს, რომ ქალმა უთხრა იოსელიანს, რომ ის დაინახა წყევლა, რომელიც მოდიოდა მის ოჯახზე, მის გუნდზე, მის ქვეყანაზე. სხვები ამბობენ, რომ ქალმა უთხრა მას, რომ ის დაინახა ღალატი ადამიანისგან, რომელსაც იოსელიანი ენდობოდა ყველაზე მეტად. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ქალმა უთხრა მას, რომ ის დაინახა სიკვდილი, არა იოსელიანის სიკვდილი, არამედ სიკვდილი ათასობით ადამიანისა, რომლებიც დაიღუპებოდნენ იმ ომში, რომელიც მოდიოდა. ჩვენ არ ვიცით, რა იყო ჭეშმარიტება. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ამ ვიზიტის შემდეგ იოსელიანი შეიცვალა. ის გახდა უფრო ფრთხილი, უფრო ეჩვიანი, უფრო პარანოიული. და აქ ჩნდება კითხვა, იყო თუ არა ეს პარანოია გამართლებული? იყო თუ არა რეალური საფრთხე, რომელსაც იოსელიანი გრძნობდა? თუ იყო ეს უბრალოდ შედეგი სტრესისა, დაღლილობისა, იმ უზარმაზარი ტვირთისა, რომელსაც ის ატარებდა? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანის პარანოია იყო ის რეალური თუ წარმოსახვითი, გავლენა მოახდინა მის გადაწყვეტილებებზე, მის ქმედებებზე, მის ურთიერთობებზე თავის გუნდთან. და ეს თავის მხრივ შეიძლება ჰქონოდა გავლენა იმაზე, რაც მოხდა გაგრაში, იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, იმაზე, რაც მოხდა მთელ რეგიონში. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ისტორია, რომ იოსელიანი არ ყოფილიყო იმ ხანდაზმულ ქალთან. რამდენად განსხვავებული იქნებოდა ისტორია, რომ ის არ ჰქონოდა ის პარანოია, რომელიც მას ჰქონდა? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ პასუხებს. მაგრამ ისინი გვახსენებენ, რომ ისტორია არ არის მხოლოდ დიდი მოვლენების, დიდი გადაწყვეტილებების, დიდი ბრძოლების შესახებ. ისტორია ასევე არის პატარა მომენტების შესახებ, საიდუმლო ვიზიტის შესახებ, მთებში საუბრის შესახებ, ხანდაზმულ ქალთან, შიშის შესახებ, რომელიც იბადება ადამიანის გულში და იცვლება მის მთელ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი იოსელიანის შესახებ, ყოველი საიდუმლო სამედიცინო დიაგნოზი, ყოველი ევაკუაციის გეგმა, ყოველი დამალული გვირაბი თბილისის ქვეშ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა უცხოელ ემისრებთან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 22 დეკემბერს 1992 წელს ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი ღალატი ჩაედინათ თავიანთი უზენაესი ხელმძღვანელის მიმართ? რა იყო ის ფასი, რომელიც მათ გადაიხადეს ამ არჩევანისთვის? და რაც ყველაზე მთავარია, იყო თუ არა ეს ნამდვილად ღალატი, თუ იყო ეს ერთადერთი გზა, რომ გადაერჩინათ ის, რაც დარჩა? ეს 12 ადამიანი არ იყვნენ უბრალოდ თანამშრომლები, ისინი იყვნენ იოსელიანის შინაგანი წრე, ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა თავისი სიცოცხლით. მათ შორის იყვნენ მისი პირადი მცველები, მისი უახლოესი მრჩევლები, მისი საიდუმლო კურიერები, ადამიანები, რომლებიც ატარებდნენ შეტყობინებებს, რომლებიც არასოდეს უნდა ჩაწერილიყო ქაღალდზე. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, სად იყო დამალული საიდუმლო არქივები, როგორ მუშაობდა ევაკუაციის გეგმები, ვინ იყო ის უცხოელი აგენტები, რომლებთანაც იოსელიანი ინარჩუნებდა კონტაქტს. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეეძლოთ გაენადგურებინათ იოსელიანი ერთი სიტყვით, ერთი გამჟღავნებით, ერთი საიდუმლოს გაზიარებით. მაგრამ რატომ ინარჩუნებდნენ ისინი ერთგულებას? რატომ არ ღალატობდნენ ისინი იოსელიანს იმ დღეებში, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, როდესაც გაგრა დაეცა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ომი იყო წაგებული? ერთ-ერთი იმ 12-დან, რომელიც დღეს პირველად ლაპარაკობს, გვიხსნის, რადგან იოსელიანი არ იყო უბრალოდ ხელმძღვანელი, ის იყო მამა ფიგურა, ადამიანი, რომელიც ზრუნავდა თავის ადამიანებზე, რომელიც იცავდა მათ, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მათი ოჯახები იყვნენ უსაფრთხოდ.
ამ ქაოსურ დროს, როდესაც არავინ არ იცოდა, ვინ იყო მეგობარი და ვინ მტერი, იოსელიანი იყო კლდე, რომელზეც ისინი შეეძლოთ დაყრდნობა. მაგრამ ეს ერთგულება მოდიოდა ფასად. ეს ყოფილი წევრი გვიამბობს, რომ ისინი ცხოვრობდნენ მუდმივ შიშში, რომ მათი საიდუმლოებები გამჟღავნდებოდა, შიშში, რომ მათი ოჯახები გახდებოდნენ სამიზნეები, შიშში, რომ ისინი თვითონ გახდებოდნენ მსხვერპლი იმ ძალების, რომლებიც ებრძოდნენ ერთმანეთს ძალაუფლებისთვის. ისინი იცოდნენ ძალიან ბევრი და ეს ცოდნა იყო საშიში. ყოველი საიდუმლო, რომელიც მათ იცოდნენ, იყო პოტენციური სასიკვდილო განაჩენი, არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, მათი მეგობრებისთვის, ყველასთვის, ვისაც ისინი უყვარდათ. და შემდეგ მოვიდა ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო დეკემბრის დასაწყისი 1992 წელი, რამდენიმე კვირის შემდეგ გაგრის დაცემის შემდეგ. იოსელიანი გადაიყვანეს მოადგილის თანამდებობაზე, ეს იყო ნათელი ნიშანი იმისა, რომ მისი ძალაუფლება სუსტდებოდა, რომ მისი გავლენა მცირდებოდა, რომ ის კარგავდა ბრძოლას. და იმ 12 ადამიანმა, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი, უნდა გადაეწყვიტათ, რას აკეთებდნენ ახლა. განაგრძობდნენ თუ არა ისინი ერთგულებას ადამიანის მიმართ, რომელიც კარგავდა ძალაუფლებას. თუ ეძებდნენ ახალ მფარველს, ახალ ხელმძღვანელს, ახალ გზას გადარჩენისთვის. ყოფილი წევრი გვიამბობს, რომ ისინი იკრიბებოდნენ საიდუმლოდ ღამით იმავე ბუნკერში, სადაც იოსელიანი ადრე იკრიბებოდა თავის უახლოეს მრჩევლებთან. მაგრამ ახლა იოსელიანი არ იყო იქ. ისინი იკრიბებოდნენ მის გარეშე, საუბრობდნენ მის გარეშე, გადაწყვეტდნენ მის გარეშე. და ისინი საუბრობდნენ იმაზე, რაც ყველაზე მეტად აშინებდა მათ, რა მოხდებოდა, თუ იოსელიანი სრულად დაკარგავდა ძალაუფლებას. რა მოხდებოდა, თუ ის გახდებოდა სამიზნე იმ ძალებისთვის, რომლებიც ახლა მოდიოდნენ ხელისუფლებაში? რა მოხდებოდა მათთან, იმ 12 ადამიანთან, რომლებიც იცოდნენ ყველა მისი საიდუმლო? და აქ დაიბადა გეგმა, რომელიც იყო ნაწილობრივ თვითდაცვა, ნაწილობრივ ღალატი, ნაწილობრივ სასოწარკვეთილი მცდელობა, გადაერჩინათ ის, რაც შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ისინი გადაწყვიტეს, რომ დაიწყებდნენ საიდუმლო კონტაქტებს ახალ ძალებთან, ადამიანებთან, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ისინი გადაწყვიტეს, რომ შესთავაზებდნენ თავიანთ მომსახურებას, თავიანთ ცოდნას, თავიანთ ერთგულებას, არა იოსელიანის მიმართ, არამედ ახალი წესრიგის მიმართ, რომელიც იბადებოდა. მაგრამ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ყოფილი წევრი გვიამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი ტიროდა იმ შეხვედრებზე, ზოგიერთი რისხვით ყვიროდა, ზოგიერთი უბრალოდ იჯდა დუმილში, ვერ სჯეროდა იმისა, რასაც ისინი აპირებდნენ. მაგრამ ბოლოს ისინი ყველანი დათანხმდნენ, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ არ იყო სხვა გზა. იოსელიანი კარგავდა ძალაუფლებას და თუ ისინი რჩებოდნენ მასთან, ისინი დაკარგავდნენ ყველაფერს, თავიანთ თანამდებობებს, თავიანთ უსაფრთხოებას, შესაძლოა თავიანთ სიცოცხლეებსაც კი. და აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა, იცოდა თუ არა იოსელიანი ამის შესახებ. იცოდა თუ არა ის, რომ მისი უახლოესი ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა თავისი სიცოცხლით, აპირებდნენ მის მიტოვებას? ყოფილი წევრი ამბობს, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ისინი ინახავდნენ ამას საიდუმლოდ, მაგრამ იოსელიანი იყო დაზვერვის უფროსი. ის იცოდა, როგორ წაეკითხა ადამიანები, როგორ დაენახა ნიშნები, როგორ გაეგო, რა ხდებოდა მის ირგვლივ. და შესაძლოა, ის იცოდა. შესაძლოა ის ხედავდა, როგორ მისი ადამიანები ნელ-ნელა მოშორდებოდნენ მას, როგორ ისინი იწყებდნენ ახალი ალიანსების ძებნას, როგორ ისინი ემზადებოდნენ მის გარეშე მომავლისთვის. მაგრამ რა შეეძლო გაეკეთებინა? ის უკვე დაკარგა თავისი ძირითადი თანამდებობა, ის უკვე იყო დასუსტებული, დაღლილი ავად. ის ვერ შეეძლო აეძულებინა თავისი ადამიანები, რომ დარჩენილიყვნენ მასთან. ის ვერ შეეძლო დაეცვა ისინი იმ ძალებისგან, რომლებიც მოდიოდნენ. ყველაფერი, რაც მას შეეძლო, იყო უყურა, როგორ ინგრეოდა ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა, როგორ მისი ადამიანები ტოვებდნენ მას, როგორ ის რჩებოდა მარტო. და აქ ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის სიღრმეს, არა მხოლოდ პოლიტიკური დამარცხების ტრაგედიას, არა მხოლოდ სამხედრო კატასტროფის ტრაგედიას, არამედ პირადი ღალატის ტრაგედიას. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა სამსახურს, რომელიც იცავდა თავის ადამიანებს, რომელიც ენდობოდა თავის გუნდს, ბოლოს დარჩა მარტო, მიტოვებული იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ის ყველაზე მეტად ენდობოდა. რამდენად სასტიკია ისტორია. რამდენად სასტიკია ძალაუფლების თამაში. რამდენად სასტიკია ის არჩევანი, რომელიც ადამიანებმა უნდა გააკეთონ გადარჩენისთვის. იოსელიანის სასახლის ქვეშ არსებობდა გვირაბები და ბუნკერები, რომლებსაც დღესაც კი არ იცნობენ ოფიციალური არქიტექტორები. ვინ ააშენა ისინი საიდუმლოდ? სად მიდიოდნენ ეს გვირაბები? და რატომ ამოწმებდა იოსელიანი პირადად ამ ევაკუაციის მარშრუტებს ყოველღამე რეჟიმის ბოლო კვირებში?
პირადმა დაცვამ შეინარჩუნა ეს საიდუმლოებები 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ დღეს ისინი პირველად საუბრობენ. ეს არის ისტორია იმ დამალული სამყაროს შესახებ, რომელიც არსებობდა თბილისის ქუჩების ქვეშ, სამყაროს, რომელიც იყო აშენებული შიშისთვის, პარანოისთვის, სასოწარკვეთილი მცდელობისთვის, გადარჩენილიყო ის, რაც გადარჩენა შეუძლებელი იყო. იოსელიანის ყოფილი პირადი ინჟინერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ საიდუმლო სტრუქტურების მოვლაზე, გვიანბობს, რომ ეს გვირაბები არ იყო ახალი, ზოგიერთი მათგანი აშენებული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, სტალინის ეპოქაში, როდესაც ყველა ლიდერი ცხოვრობდა მუდმივ შიშში ბომბდარებისა და შეჭრის. მაგრამ იოსელიანმა გააფართოვა ეს სისტემა, დაამატა ახალი გვირაბები, ახალი გასასვლელები, ახალი საიდუმლო ოთახები. ის ქმნიდა მთელ ქვეყანა ქალაქს მიწის ქვეშ, ქალაქს, სადაც შეეძლო დამალვა, გაქცევა, გადარჩენა, თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოიშლებოდა. ინჟინერი გვიანბობს, რომ ამ გვირაბების აშენება იყო უზარმაზარი ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა ასობით მუშას, ათასობით ტონა ბეტონს, თვეების განმავლობაში მუშაობას. მაგრამ ყველაფერი კეთდებოდა საიდუმლოდ. მუშები არ იცოდნენ, რისთვის აშენებდნენ ამ გვირაბებს. მათ ეუბნებოდათ, რომ ეს იყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, ან ახალი მეტროს ხაზი, ან რაღაც სხვა უნებელი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იცოდა ჭეშმარიტება, რომ ეს იყო ევაკუაციის სისტემა, გზა, რომლითაც იოსელიანი და მისი უახლოესი ადამიანები შეეძლოთ გაქცევა, თუ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. მაგრამ სად მიდიოდნენ ეს გვირაბები? ინჟინერი გვიხსნის, ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა გასასვლელებისკენ ქალაქის გარეთ. ზოგიერთი გვირაბი მიდიოდა აეროპორტისკენ, სადაც ყოველთვის იყო მზად სპეციალური თვითმფრინავი ევაკუაციისთვის. სხვა გვირაბი მიდიოდა სამხედრო ბაზისკენ, სადაც იოსელიანს ჰყავდა ლოიალური ქვედანაყოფები. კიდევ ერთი გვირაბი მიდიოდა მთებისკენ, სადაც იყო საიდუმლო ბუნკერი, აღჭურვილი ყველაფრით, რაც საჭირო იყო გრძელვადიანი გადარჩენისთვის, საკვები, წყალი, შეიარაღება, კომუნიკაციის საშუალებები. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ეს გვირაბები არ იყო მხოლოდ ევაკუაციისთვის, ისინი ასევე იყო საიდუმლო შეხვედრების ადგილები. ინჟინერი გვიანბობს, რომ იოსელიანი ხშირად იყენებდა ამ გვირაბებს, რომ შეხვედროდა ადამიანებს, რომლებთანაც ის არ სურდა ღიად შეხვედრა. უცხოელი აგენტები, საეჭვო ინფორმატორები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომლებთანაც ის მოლაპარაკებდა საიდუმლოდ, ყველა ისინი მოდიოდნენ ამ გვირაბებში, სადაც არავინ ვერ დაინახავდა მათ, არავინ ვერ მოისმენდა მათ, არავინ ვერ იცოდა, რა საუბრობდნენ ისინი. და აქ ჩნდება შემაშფოთებელი კითხვა, რამდენი საიდუმლო შეთანხმება დაიდო ამ გვირაბებში. რამდენი საიდუმლო გარიგება, რამდენი საიდუმლო ღალატი, რამდენი საიდუმლო გეგმა. ჩვენ არ ვიცით, რადგან ის რაც ხდებოდა ამ გვირაბებში არასოდეს ჩაწერილა, არასოდეს დოკუმენტირებულა, არასოდეს გამჟღავნებულა. ეს იყო სამყარო, რომელიც არსებობდა ოფიციალური ისტორიის მიღმა, სამყარო, სადაც რეალური გადაწყვეტილებები მიიღებოდა, რეალური ძალაუფლება ხორციელდებოდა, რეალური ისტორია იქმნებოდა. ინჟინერი გვიანბობს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც მოხდა ოქტომბრის ბოლოს, 1992 წელს, რამდენიმე კვირის შემდეგ გაგრის დაცემის შემდეგ. იოსელიანმა უბრძანა მას, რომ შეემოწმებინა ყველა გვირაბი, ყველა გასასვლელი, ყველა საიდუმლო ოთახი. ის სურდა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი მუშაობდა, რომ ყველა გზა იყო ღია, რომ ყველა ბუნკერი იყო მზად. და შემდეგ ყოველ ღამეს იოსელიანი პირადად დადიოდა ამ გვირაბებში, ამოწმებდა ყველაფერს, ვარჯიშობდა ევაკუაციის მარშრუტებს, ემზადებოდა იმისთვის, რაც მოდიოდა. ინჟინერი ამბობს, რომ ეს იყო შემაშფოთებელი სანახავი, იოსელიანი, ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო ძლიერი და დაჯერებული, ახლა დადიოდა ამ ბნელ, ნესტიან გვირაბებში, ფარით ხელში, ამოწმებდა კედლებს, ამოწმებდა კარებს, ამოწმებდა საიდუმლო მექანიზმებს. ის იყო როგორც ცხოველი, რომელიც გრძნობდა, რომ მტაცებელი მოდიოდა და ამზადებდა თავის ბუნაგს, ამზადებდა თავის გაქცევის გზებს, ამზადებდა თავის ბოლო თავშესაფარს. ეს იყო სანახავი ადამიანისა, რომელიც იცოდა, რომ ბოლო მოდიოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ებრძოდა, ჯერ კიდევ ემზადებოდა, ჯერ კიდევ ცდილობდა გადაერჩინა რაღაც. მაგრამ რა ფიქრობდა იოსელიანი იმ ღამეებში, როდესაც ის დადიოდა ამ გვირაბებში? რას გრძნობდა ის, როდესაც ის ხედავდა ამ ბნელ, ცარიელ კორიდორებს, რომლებიც იყო აშენებული შიშისთვის და პარანოისთვის? იქნებ ის ფიქრობდა იმ დღეებზე, როდესაც ის იყო ძლიერი, როდესაც ის იყო დაჯერებული, როდესაც ის ფიქრობდა, რომ ის შეეძლო შეცვლა ისტორია. იქნებ ის ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ გაგრაში, იმ გაფრთხილებებზე, რომლებიც იგნორირდა, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც დაიკარგა. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ იოსელიანი განაგრძობდა ბრძოლას, განაგრძობდა მომზადებას, განაგრძობდა იმედის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ირგვლივ ინგრეოდა. და აქ ჩნდება ბოლო კითხვა,
გამოიყენა თუ არა იოსელიანმა ოდესმე ეს გვირაბები? გაიქცა თუ არა ის ოდესმე ამ საიდუმლო მარშრუტებით? ინჟინერი ამბობს, რომ არა, იოსელიანი არასოდეს გამოიყენა ეს გვირაბები ევაკუაციისთვის. ის დარჩა თავის პოზიციაზე, დარჩა თავის ოფისში, დარჩა თავის მოვალეობაზე, მიუხედავად ყველაფრისა. ეს გვირაბები, რომლებიც აშენებული იყო შიშისთვის და გაქცევისთვის, ბოლოს დარჩა გამოუყენებელი, მონუმენტი იმ პარანოისა, რომელიც განსაზღვრავდა იოსელიანის ბოლო წლებს, მაგრამ ასევე მონუმენტი იმ ერთგულებისა, რომელიც მას ჰქონდა თავისი მოვალეობის მიმართ, თავისი ქვეყნის მიმართ, თავისი იდეის მიმართ. წარმოიდგინეთ შავი ჩემოდანი სავსე ოქროს ზოლებითა და დოლარებით, სასწრაფოდ ჩატვირთული საიდუმლო თვითმფრინავში 21 დეკემბრის ღამეს. იმ თვითმფრინავის პილოტი დღესაც ცოცხალია და ამტკიცებს, რომ ტვირთი მიაღწია შვეიცარიას. მაგრამ ოფიციალურ აქტებში ეს სიმდიდრე არ არსებობს. რამდენი ტონა ოქრო გაქრა ქვეყნის რეზერვებიდან იმ ღამეს? და ვინ ფლობს დღეს იოსელიანის საიდუმლო ანგარიშების კოდებს? ეს არის ისტორია იმ სიმდიდრის შესახებ, რომელიც გაქრა ქაოსში, იმ ფულის შესახებ, რომელიც არასოდეს აღარ იპოვა, იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც დღესაც ინახება შვეიცარიის ბანკების სეიფებში. იოსელიანის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საიდუმლო ფონდების მართვაზე, გვიამბობს, რომ იოსელიანი, როგორც ბევრი ლიდერი იმ დროს, ინახავდა საიდუმლო რეზერვებს უცხოეთში. ეს არ იყო კორუფცია, ეს იყო სტრატეგია. იმ არასტაბილურ დროს, როდესაც ყველაფერი შეიძლებოდა ჩამოშლილიყო ერთ დღეში, ლიდერებს სჭირდებოდათ რეზერვები, რომლებიც იყო უსაფრთხოდ, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ევაკუაციისთვის, ახალი დაწყებისთვის, გადარჩენისთვის. და იოსელიანი, როგორც დაზვერვის უფროსი, იცოდა, როგორ შექმნა ასეთი რეზერვები, როგორ დამალა ისინი, როგორ დაეცვა ისინი. მრჩეველი გვიამბობს, რომ ეს რეზერვები არ იყო დიდი, არა მილიარდები, არა მილიონები, არამედ საკმარისი თანხა, რომ უზრუნველყოფილიყო იოსელიანისა და მისი უახლოესი ოჯახის გადარჩენა, თუ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ეს იყო ოქრო, დოლარები, შვეიცარიულ ბანკებში ანგარიშები, საიდუმლო ინვესტიციები უძრავ ქონებაში სხვადასხვა ქვეყნებში. ყველაფერი იყო ორგანიზებული ისე, რომ მხოლოდ იოსელიანს ჰქონოდა წვდომა, მხოლოდ ის იცოდა კოდები, მხოლოდ ის შეეძლო გამოეყენებინა ეს რეზერვები. მაგრამ შემდეგ მოვიდა ის ღამე, 21 დეკემბრის ღამე, 1992 წელი. მრჩეველი გვიამბობს, რომ იოსელიანმა უეცრად დარეკა მას და უბრძანა, რომ დაუყოვნებლივ მოემზადებინა ნაწილი ამ რეზერვებისთვის ევაკუაციისთვის. ის არ უხსნიდა რატომ, არ უხსნიდა რისთვის, უბრალოდ ამბობდა, რომ ეს იყო გადაუდებელი, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო დაუყოვნებლივ, რომ არ იყო დრო კითხვებისთვის. მრჩეველმა გააკეთა, რაც ეთქვა, მან მოაგროვა ოქროს ზოლები, დოლარები, დოკუმენტები ანგარიშების შესახებ, ყველაფერი ჩაალაგა შავ ჩემოდანში და მიაწოდა იოსელიანს. და შემდეგ იმავე ღამეს ეს ჩემოდანი ჩაიტვირთა საიდუმლო თვითმფრინავში, რომელიც გაფრინდა თბილისის აეროპორტიდან. პილოტი, რომელიც დღესაც ცოცხალია, ამბობს, რომ მას ეთქვა, რომ ეს იყო დიპლომატიური ტვირთი, რომელიც უნდა მიეტანა შვეიცარიაში. ის არ იცოდა, რა იყო ჩემოდანში, არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ეს ტვირთი, არ იცოდა, რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთი საიდუმლო. ის უბრალოდ გააკეთა თავისი საქმე, გაფრინდა, მიაღწია შვეიცარიას, ჩააბარა ჩემოდანი იმ ადამიანს, რომელიც ელოდა აეროპორტში და დაბრუნდა თბილისში. მაგრამ რა მოხდა იმ ჩემოდანთან? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც მიიღო ის შვეიცარიაში? სად არის ეს ოქრო, ეს დოლარები, ეს დოკუმენტები დღეს? მრჩეველი ამბობს, რომ ის არ იცის. იოსელიანმა არასოდეს უთხრა მას, რა იყო გეგმა, რა იყო მიზანი, ვინ იყო ის ადამიანი შვეიცარიაში. ყველაფერი, რაც მან იცის, არის ის, რომ ეს ჩემოდანი გაიგზავნა და შემდეგ დუმილი. არანაირი ინფორმაცია, არანაირი დადასტურება, არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ოპერაცია ოდესმე მოხდა. და აქ იწყება თეორიები. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო იოსელიანის პირადი სადაზღვევო პოლისი, ფული, რომელიც მას შეეძლო გამოეყენებინა, თუ ის იძულებული გახდებოდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ფული, რომელიც განკუთვნილი იყო საიდუმლო ოპერაციებისთვის, რომლებიც არასოდეს განხორციელდა. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ფული, რომელიც უნდა გადაეცა ვინმეს, შესაძლოა უცხოელ აგენტს, შესაძლოა პოლიტიკურ მოკავშირეს, შესაძლოა ვინმეს, ვინც დაპირდა დახმარებას იოსელიანს მის ყველაზე რთულ მომენტში. მაგრამ ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით. ეს ჩემოდანი, ეს ოქრო, ეს დოლარები, ეს დოკუმენტები, ყველაფერი გაქრა იმ ღამეს და არავინ არ იცის, სად არის ისინი დღეს. შესაძლოა ისინი ინახება რომელიმე შვეიცარიულ ბანკში, საიდუმლო სეიფში, რომლის კოდები დაიკარგა იოსელიანთან ერთად. შესაძლოა ისინი გამოიყენა ვინმემ, ვინც იცოდა ამ საიდუმლოს შესახებ.
შესაძლოა ისინი ჯერ კიდევ ელოდება იმ დღეს, როდესაც ვინმე მოვა სწორი კოდებით და გახსნის იმ სეიფს. და აქ ჩნდება ბოლო, ყველაზე შემაშფოთებელი კითხვა: რამდენი ასეთი ჩემოდანი გაიგზავნა იმ ღამეებში? რამდენი ასეთი საიდუმლო ოპერაცია განხორციელდა იმ ქაოსურ დროს? რამდენი ოქრო, რამდენი ფული, რამდენი სიმდიდრე გაქრა საქართველოს რეზერვებიდან და არასოდეს აღარ დაბრუნდა? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ დღესაც არ გვაქვს პასუხები. მაგრამ ისინი გვახსენებენ, რომ ისტორია არ არის მხოლოდ დიდი მოვლენების, დიდი ბრძოლების, დიდი გადაწყვეტილებების შესახებ. ისტორია ასევე არის პატარა საიდუმლოებების შესახებ, შავი ჩემოდნების შესახებ, რომლებიც გაფრინდა ღამით, ფულის შესახებ, რომელიც გაქრა დუმილში, კოდების შესახებ, რომლებიც დაიკარგა ისტორიაში. დაფიქრდით იმ ბოლო ადამიანზე, ვისაც სრულად ენდობით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გღალატობთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბნელ დღეს. სწორედ ასე მოხდა იოსელიანთან. ერთი ადამიანი მისი შინაგანი წრიდან გაყიდა ის ძალებისთვის, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში. უსაფრთხოების ყოფილმა კადრებმა იციან ეს ისტორია. მათ ინახეს დუმილი 25 წელი. დღეს, პირველად ისინი ეტყვიან ჭეშმარიტებას საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდი ღალატის შესახებ. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ ერთი ადამიანის არჩევანმა შეცვალა ათასობით ადამიანის ბედი, როგორ ერთი საიდუმლო შეხვედრა განსაზღვრა მთელი რეგიონის მომავალი, როგორ ერთი ღალატი დაასრულა ის, რაც დაიწყო როგორც იდეა და მოუკიდებლობისა და თავისუფლებისა. იოსელიანის ყოფილი უსაფრთხოების უფროსი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 12-დან, ვინც იცოდა ყველაფერი, დღეს პირველად ასახელებს იმ ადამიანს, ვინც ღალატი ჩაიდინა. ის ამბობს, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც იოსელიანი ენდობოდა როგორც ძმას, ადამიანი, რომელიც იყო მასთან 10 წლეულების განმავლობაში, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლო, ყველა გეგმა, ყველა სისუსტე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა იოსელიანი ერთი სიტყვით, და სწორედ ეს გააკეთა მან. უსაფრთხოების უფროსი გვიამბობს, რომ ღალატი დაიწყო ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. პირველი ნიშნები გამოჩნდა ოქტომბრის ბოლოს, 1992 წელს, გაგრის დაცემის შემდეგ. ეს ადამიანი დაიწყო საიდუმლო შეხვედრები იმ ძალებთან, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ის დაიწყო ინფორმაციის გადაცემა, არა დიდი საიდუმლოებები, არა კრიტიკული დოკუმენტები, არამედ პატარა დეტალები, პატარა ფაქტები, პატარა ნიშნები იმისა, რომ ის იყო მზად თანამშრომლობისთვის. ის ამზადებდა ნიადაგს, ქმნიდა ნდობას, აშენებდა ხიდებს იმ მომავლისკენ, სადაც იოსელიანი აღარ იქნებოდა ძალაუფლებაში. მაგრამ რატომ გააკეთა ამ ადამიანმა ეს? უსაფრთხოების უფროსი გვიხსნის, რადგან ის ხედავდა, რომ იოსელიანი კარგავდა ძალაუფლებას, რომ ძველი წესრიგი ინგრეოდა, რომ ახალი ძალები მოდიოდნენ. და ის გადაწყვიტა, რომ უკეთესი იყო გამარჯვებულთა მხარეს, ვიდრე დამარცხებულთა მხარეს. ეს არ იყო პირადი მტრობა, ეს იყო ცივი, რაციონალური გამოთვლა. ეს იყო გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ამბობდა მას, რომ თუ ის რჩებოდა იოსელიანთან, ის დაკარგავდა ყველაფერს. და შემდეგ მოვიდა გადამწყვეტი მომენტი, დეკემბრის შუა რიცხვები 1992 წელი. ამ ადამიანმა მიიღო საიდუმლო შეხვედრა იმ ძალების წარმომადგენლებთან, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში. იმ შეხვედრაზე მან გადასცა მათ რაღაც, რაც იყო უფრო ღირებული ვიდრე ოქრო, უფრო ძლიერი ვიდრე შეიარაღება. ის გადასცა მათ ინფორმაცია იოსელიანის ყველა სისუსტის შესახებ, ყველა საიდუმლო გეგმის შესახებ, ყველა დამალული რესურსის შესახებ. ის გადასცა მათ რუკა იმ გვირაბების შესახებ, კოდები იმ ანგარიშების შესახებ, სახელები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ლოიალურები იოსელიანის მიმართ. უსაფრთხოების უფროსი ამბობს, რომ როდესაც ისინი შეიტყვეს ამის შესახებ, უკვე გვიან იყო. ღალატი უკვე მოხდა, ინფორმაცია უკვე გადაცემული იყო, ზიანი უკვე მიყენებული იყო. ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, რამდენი ინფორმაცია გადაეცა, რამდენი საიდუმლო გამჟღავნდა, რამდენი ადამიანი იყო საფრთხეში. მაგრამ ის, ვინც ღალატი ჩაიდინა, იყო ძალიან ფრთხილი, ის არ დატოვა კვალი, არ დატოვა მტკიცებულება, არ დატოვა არაფერი, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. და აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა, იცოდა თუ არა იოსელიანი ამის შესახებ? იცოდა თუ არა ის, რომ ერთ-ერთი მისი ყველაზე ახლო ადამიანი ღალატობდა მას? უსაფრთხოების უფროსი ამბობს, რომ ისინი ცდილობდნენ დაემალათ ეს ინფორმაცია იოსელიანისგან, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან მტკივნეული მისთვის, ძალიან დამანგრეველი. მაგრამ იოსელიანი იყო დაზვერვის უფროსი, ის იცოდა, როგორ წაიკითხა ნიშნები, როგორ დაენახა ის, რაც სხვები ვერ ხედავდნენ. და შესაძლოა, ის იცოდა.
შესაძლოა ის ხედავდა ღალატს, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან ის იცოდა, რომ უკვე გვიან იყო, რომ ბრძოლა უკვე წაგებული იყო, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის მუშაობდა, უკვე დასრულებული იყო. უსაფრთხოების უფროსი გვიამბობს ერთ ბოლო დეტალს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მას დღესაც. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ყველაფერი საბოლოოდ ჩამოიშლებოდა, იოსელიანმა მოიწვია ის თავის ოფისში. ისინი იჯდნენ ორივე დუმილში და იოსელიანი უბრალოდ უყურებდა მას. და შემდეგ ძალიან ნელა, ძალიან მშვიდად იოსელიანმა უთხრა, მე ვიცი რა ხდება. მე ვიცი, ვინ მღალატობს. მაგრამ მე აღარ ვებრძვი. მე დაღლილი ვარ. მე უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი დასრულდეს და ეს იყო ბოლო საუბარი, რომელიც მათ ჰქონდათ იმ თემაზე. რამდენად სასტიკია ღალატი. რამდენად მტკივნეულია, როდესაც ის, ვისაც ენდობი, ღალატობს. რამდენად დამანგრეველია, როდესაც ხვდები, რომ ბრძოლა, რომელსაც ებრძვი, უკვე წაგებულია, არა იმიტომ, რომ შენი მტრები იყვნენ ძლიერები, არამედ იმიტომ, რომ შენი მეგობრები ღალატობენ. ეს არის კითხვები, რომლებზეც იოსელიანმა იცოდა პასუხები თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში. და ეს არის კითხვები, რომლებიც დღესაც აწუხებს ყველას, ვინც იცნობდა მას, ვინც მუშაობდა მასთან, ვინც სჯეროდა იმისა, რისთვისაც ის იბრძოდა. იოსელიანის პირად სეიფში აღმოჩნდა ხელით დაწერილი სია. ეს არ იყო სასყიდლის სია, არამედ სიკვდილის სია. 15 სახელი გენერლებისა და ახლო ადამიანების, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ დღესასწაულების შემდეგ. ეს ქაღალდის ნაჭერი ხსნის ყველაფერს. როდესაც გენერლებმა დაინახეს ეს სია, მათ მიხვდნენ, ან ის, ან ჩვენ. იყო თუ არა მათი ქმედება გმირობის აქტი, თუ იყო ეს უბრალოდ სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის ისტორია იმ დოკუმენტის შესახებ, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, იმ სიის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა ათასობით ადამიანის ბედი, იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღეს ადამიანებმა, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ მათი სიცოცხლე იყო საფრთხეში. იოსელიანის ყოფილი პირადი მდივანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა მის პირად სეიფზე, გვიამბობს, რომ ეს სია აღმოჩნდა შემთხვევით, რამდენიმე დღის შემდეგ იმის შემდეგ, რაც იოსელიანი დატოვა თავისი ძირითადი თანამდებობა. ის ეძებდა რაღაც სხვა სეიფში და უეცრად იპოვა ეს ქაღალდის ნაჭერი, პატარა, ყვითელი, დაკეცილი, დაწერილი იოსელიანის ხელით. თავდაპირველად ის არ მიხვდა რა იყო ეს. მაგრამ როდესაც მან გაშალა და წაიკითხა, მან იგრძნო, როგორ სისხლი გაუყინდა ვენებში. მდივანი ამბობს, რომ სიაში იყო 15 სახელი, გენერლები, პოლიტიკოსები, დაზვერვის ოფიცრები, ადამიანები, რომლებიც ყველანი იყვნენ იოსელიანის შინაგან წრეში ან მის ახლო გარემოცვაში. ყოველი სახელის გვერდით იყო პატარა ნიშანი, ზოგიერთის გვერდით იყო ჯვარი, ზოგიერთის გვერდით იყო წრე, ზოგიერთის გვერდით იყო სამკუთხედი. მდივანი არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიმბოლოები, მაგრამ ის გრძნობდა, რომ ეს იყო რაღაც საშინელი, რაღაც, რაც არ უნდა არსებულიყო. ის დაუყოვნებლივ წაიღო ეს დოკუმენტი და მიაწოდა უსაფრთხოების უფროსს. და როდესაც უსაფრთხოების უფროსმა დაინახა ეს სია, მან მიხვდა, რა იყო ეს იყო სიკვდილის სია, სია იმ ადამიანების, რომლებიც იოსელიანი თვლიდა საფრთხედ, ადამიანების, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ იმისთვის, რომ იოსელიანს შეენარჩუნებინა კონტროლი, შეენარჩუნებინა ძალაუფლება, შეენარჩუნებინა თავისი პოზიცია. უსაფრთხოების უფროსი გვიამბობს, რომ ის დაუყოვნებლივ მოიწვია საიდუმლო შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ იმ სიაში. ის უჩვენა მათ ეს დოკუმენტი და უთხრა, ეს არის ის, რასაც იოსელიანი გეგმავს. თქვენ ყველანი ხართ ამ სიაში. თქვენ ყველანი ხართ საფრთხეში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაკეთებთ ახლა და იმ ოთახში, იმ საიდუმლო შეხვედრაზე, დაიბადა გეგმა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მაგრამ იყო თუ არა ეს სია რეალური? იყო თუ არა ეს ნამდვილად იოსელიანის გეგმა, თუ იყო ეს რაღაც სხვა, შესაძლოა ძველი ჩანაწერი, შესაძლოა პარანოიული ფანტაზია, შესაძლოა თუნდაც ყალბი დოკუმენტი, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ გამოეწვიოს სწორედ ის რეაქცია, რაც მოხდა. მდივანი ამბობს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ეს იყო იოსელიანის ხელწერა, რომ ეს იყო მისი პირადი სეიფი, რომ ეს იყო რეალური დოკუმენტი. მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ ის არასოდეს ესაუბრა იოსელიანს ამის შესახებ, არასოდეს ჰკითხა მას, რატომ არსებობდა ეს სია, რა იყო მისი მიზანი. და აქ ჩნდება ყველაზე შემაშფოთებელი კითხვა, იყო თუ არა ეს სია ის ტრიგერი, რომელმაც გამოიწვია ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ. იყო თუ არა ეს ის მომენტი, როდესაც იოსელიანის უახლოესი ადამიანები გადაწყვიტეს, რომ ისინი აღარ შეეძლოთ ენდობოდნენ მას, რომ ისინი უნდა ემოქმედათ, რომ ისინი უნდა დაეცვათ საკუთარი თავი. თუ იყო ეს უბრალოდ ერთ-ერთი ფაქტორი მრავალი ფაქტორიდან, რომლებმაც ერთად გამოიწვია ის, რაც მოხდა? უსაფრთხოების უფროსი ამბობს, რომ ამ სიის აღმოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ ლოიალურები იოსელიანის მიმართ, დაიწყეს ეჩვის შეტანა. ადამიანები, რომლებიც ადრე ენდობოდნენ მას, დაიწყეს შიშის გრძნობა. ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ მზად მისთვის სიკვდილამდე წასვლა, დაიწყეს საკუთარი გადარჩენის გზების ძებნა. ეს სია იყო როგორც ვირუსი, რომელიც გავრცელდა იოსელიანის შინაგან წრეში, რომელიც დაანგრია ნდობა, რომელიც გაანადგურა ერთგულება, რომელიც დაასრულა ის, რაც ადრე ჩანდა დაუძლეველად. და აქ ჩვენ ვხედავთ ტრაგედიის საბოლოო აქტს, არა დიდი ბრძოლის ტრაგედიას, არა გმირული წინააღმდეგობის ტრაგედიას, არამედ პატარა, უბრალო ადამიანური ტრაგედიას. ქაღალდის ნაჭერი დაწერილი ხელით, რომელმაც გაანადგურა ის, რისი აშენებაც წლები დასჭირდა. სია სახელების, რომელმაც შეცვალა ათასობით ადამიანის ბედი. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ადამიანებმა შიშის გამო, რომელმაც განსაზღვრა მთელი ერის მომავალი. ის, რაც მოხდა შემდეგ, ყველამ იცის. იოსელიანი დატოვა თავისი ძირითადი თანამდებობა, მაგრამ განაგრძო მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში. 17 ოქტომბერს 1983 წელს ის დაინიშნა საქართველოს უსაფრთხოების სამინისტროს პირველ მოადგილედ. 21 სექტემბერს 1987 წელს ის გახდა სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თანამდებობა, რომელსაც ის ინარჩუნებდა 24 თებერვლის 2004 წლამდე. ეს იყო დაბრუნება, აღიარება მისი გამოცდილებისა და უნარების. მაგრამ ეს ასევე იყო ტვირთი იმ ცოდნისა, რომ ის იცოდა, რა შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო, მაგრამ არ იყო. იმ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ იოსელიანის შინაგან წრეში, განაგრძეს თავიანთი ცხოვრება სხვადასხვა გზით. ზოგიერთი მათგანი დარჩა სახელმწიფო სამსახურში, ზოგიერთი წავიდა კერძო სექტორში, ზოგიერთი ემიგრირდა უცხოეთში. მაგრამ ყველა მათგანი ატარებდა იმ საიდუმლოებებს, რომლებიც მათ იცოდნენ, საიდუმლოებებს იმის შესახებ, რა ნამდვილად მოხდა იმ დღეებში, როდესაც გაგრა დაეცა, როდესაც იოსელიანის გაფრთხილებები იგნორირდა, როდესაც ღალატი მოხდა, როდესაც შავი სია აღმოჩნდა. საქართველო განაგრძობდა თავის რთულ გზას დამოუკიდებლობისკენ. ომი აფხაზეთში გაგრძელდა კიდევ ერთი წელი, სანამ საბოლოოდ დასრულდებოდა 1993 წელს. ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი გახდა ლტოლვილი, მთელი რეგიონი შეიცვალა სამუდამოდ. და ყველა ამ ტრაგედიის ფონზე რჩებოდა ერთი კითხვა, რომელიც არასოდეს მიიღო სრულ პასუხს, შეიძლებოდა თუ არა ყოველივე ამის თავიდან აცილება. იოსელიანის ისტორია დასრულდა 13 ნოემბერს 2007 წელს. ის წავიდა, წაიღო თავისთან ერთად ბევრი საიდუმლო, ბევრი პასუხი, ბევრი ჭეშმარიტება, რომელიც არასოდეს გამჟღავნდა. მაგრამ მისი მემკვიდრეობა რჩება, არა როგორც გმირის მემკვიდრეობა, არა როგორც ბოროტმოქმედის მემკვიდრეობა, არამედ როგორც რთული, წინააღმდეგობრივი ადამიანური მემკვიდრეობა. ადამიანის მემკვიდრეობა, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა სწორი, მაგრამ ცხოვრობდა სისტემაში, რომელიც არ მუშაობდა. ადამიანის მემკვიდრეობა, რომელიც იცოდა ყველაფერი, მაგრამ ვერ შეძლო არაფრის შეცვლა. ადამიანის მემკვიდრეობა, რომელიც იბრძოდა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა უკვე წაგებული იყო. მაგრამ რჩება კითხვები, ბევრი კითხვა, რომლებზეც ჩვენ არასოდეს მივიღებთ სრულ პასუხებს. სად არის ის შავი ჩემოდანი, რომელიც გაიგზავნა შვეიცარიაში იმ ღამეს? ვინ იყო ის უცხოელი ემისარი, რომელმაც ესაუბრა იოსელიანს ერთი კვირით ადრე გაგრის დაცემამდე? რა უთხრა მას იმ ხანდაზმულმა ქალმა მთებში, რამაც შეცვალა ყველაფერი? იყო თუ არა ის შავი სია რეალური გეგმა, თუ იყო ეს პარანოიული ფანტაზია? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ღალატი ჩაიდინა და სად არის ის დღეს? ეს კითხვები რჩება ჩრდილში, დამალული ისტორიის ნაოჭებში და კარგული დროის ბურუსში. შესაძლოა ერთ დღეს ვინმე იპოვის პასუხებს, შესაძლოა რომელიმე საიდუმლო არქივში, შესაძლოა რომელიმე ძველი აგენტის მოგონებებში, შესაძლოა რომელიმე დამალულ დოკუმენტში, რომელიც ელოდება თავის აღმოჩენას. მაგრამ ამჟამად ეს კითხვები რჩება უპასუხოდ და ეს შესაძლოა არის უკეთესი ასე. რადგან ზოგჯერ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები არ არის პასუხებში, ისინი არის კითხვებში. კითხვებში იმის შესახებ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კრიზისის დროს. კითხვებში იმის შესახებ, როგორ ვინარჩუნებთ ერთგულებას, როდესაც ყველაფერი ინგრევა. კითხვებში იმის შესახებ, როგორ ვცხოვრობთ იმ ცოდნით, რომ ჩვენ ვიცოდით, რა მოდიოდა, მაგრამ ვერ შევძელით მისი შეჩერება. კითხვებში იმის შესახებ, რა არის ღალატი და რა არის გადარჩენა, რა არის გმირობა და რა არის სისულელე, რა არის ერთგულება და რა არის ბრმამორჩილება. იოსელიანის ისტორია არ გვაძლევს მარტივ პასუხებს. ის არ გვეუბნება, ვინ იყო კარგი და ვინ ცუდი, ვინ იყო გმირი და ვინ ბოროტმოქმედი.
ის გვიჩვენებს რთულ, წინააღმდეგობრივ ადამიანურ რეალობას, სადაც კარგი ადამიანები აკეთებენ ცუდ არჩევანებს, სადაც ერთგული ადამიანები ღალატობენ, სადაც ძლიერი ადამიანები ინგრევიან, სადაც ყველაფერი, რაც ჩანს მარტივად, რეალურად არის რთული. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ამ ისტორიიდან. არა კონკრეტული ფაქტები, არა კონკრეტული პასუხები, არამედ გაგება იმისა, რომ ისტორია არ არის მარტივი, რომ ადამიანები არ არიან მარტივები, რომ არჩევანები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ყოველთვის არ არის ნათელი და მარტივი. და რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ის, რა გადაწყვეტილებას ვიღებთ, არამედ ის, როგორ ვცხოვრობთ იმ გადაწყვეტილებების შედეგებთან. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ადევნეთ თვალი ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ავთანდილ იოსელიანი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის იდოლების შესახებ. რადგან ისტორია არ არის მხოლოდ წარსული, ისტორია არის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. ისტორია არის საიდუმლოებები, რომლებიც ჩვენ უნდა ამოხსნათ, რომ გავიგოთ, ვინ ვართ და საით მივდივართ. ისტორია არის ხმები იმ ადამიანების, რომლებიც აღარ არიან აქ, მაგრამ რომელთა ისტორიები ჯერ კიდევ რჩება, ელოდება, რომ მოისმინონ, გაიგონ, გაიზიარონ.